ძალიან თვალსაჩინო მაგალითი როგორ უწყობს ბიძინა ევანიშვილი ქართველ ხალხს გენოციდს. ზუგდიდში დღეს გამოასახლეს 7 სულიანი ოჯახი საბანკო ვალის გამო რაღაც მევახშეს ალბათ. და ერთ-ერთი წევრი ამ გამოსახლებული ოჯახის ამბობს რომ ავადმყოფი ყავდათ სახლში და მის გადასარჩენად ისეცხეს ფული ჩადეს სახლი. ავადმყოფი მოუკვდათ და სახლსაც ართმევენ. ეხლა მე თქვენ გეკითხებით 14 წელია ხელისუფლებაში ეს რუსი ჯოჯო, ხო? რატომ არის დღემდე მევახშეობა საქართველოში და რატომ ატყავებენ ცოცხლად ხალხს? ნორმალურ ქვეყანაში ხომ პრობლემას მოევლებოდა. დაწესდებოდა საბანკო ნორმალური პროცენტები, ასე შემდეგ. აი რაც ევროპაშია და იმდენაც არ უნდათ ევროპა. იმიტომ რომ ასეთი პროცენტები და ძარცვა პენსიონერებიდან დაწყებული არ იქნება, ხო? ამიტომ აკეთებს ამას ბურია ივანაშვილი, რაც შეიძლება მეტად გაიძარცვოს და გაუბედურდეს ქართველი ხალხი. რომ აღარ ქონდეთ ქვეყანაში სამშობლოში დასარჩენი და გაიქცნენ უცხოეთში და დაუტოვონ ქვეყანა ამ ჯოჯოებს და მათ ნაცვლად კი ჩამოათესლონ პაკისტანელი და რა ვიცი ინდუსი და მთელი მსოფლიოს საბომჟეთი რომ ჩაანაცვლონ ქართველიერი. აი ამას ქვია გენოციდი. და ამას ახლა ადამიანი რო ვერ გაიგებს და კვლავ ბიძინა ივანიშვილის ნაწყში შეძრება. ის დეგენერატია და ბიომასაა. ამიტომაც არიან კოცები დეგენერატი ბიომასა, გენეტიკური ნაგავი. აი ეს ახლა კოცებო თქვენ.